მოგესალმებით. Da. Aksimize olsam xasam titulus ჩემპიონობა. მეტად. ძალიან გახარებულები. უსწრებ. ზოგადად სპორტსმენებს ზოგადად ვამბობ, რომ 2015 წელს ეკეთ. ვიფიქრე რაღაც მოხდა. სკაში ფინალი ველოდებოდი 21-ში რომ გახვედით ხო? იმ საღამოს მოცემ ამდით სიხაროს, იმიტომ რომ ეს მართლა მადლობ გონია მილოცა ფინალში გასვლას. ევროპის ჩემპიონატზე რომ მეტალი ავიღეთ. ეს პირველი შემთხვევა კი. მწვრთნელს თვის მომავალში გვირდებით რომ ველოსიპედზე ისაც კაბინეტი აქვს ყველას ვარ. ამას მადლობ. მივიღეთ საქართველოს ეროვნული ფედერაციის, მშვიდობის ფედერაციის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი ჩვენი ნაკრებისა, აგრეთვე საქართველოს ჩემპიონი და აგრეთვე აჭარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ეს ადამიანები ერთად შეჰყარა პირველ რიგში იმან, რომ ქალბატონი ხათუნა და ზოგადად ჩვენი მშვიდობსანთა ნაკრები ოლიმპიადის ლიცენზიანტია და ოლიმპიადაზე ისინი მონაწილეობენ და ეს დაუფასდათ იმითი, რომ დეველოპერმა კომპანია სვეტმა საჩუქარი გადასცა ყველა ოლიმპიადის ყველა მონაწილეს აჭარიდან. ეს არის ასე ვთქვათ, ძალიან მოულოდნელი საჩუქარი იყო. ეს საჩუქარი გააკეთა დეველოპერმა კომპანიამ და აჭარიდან მაგალითად მშვიდობსანთაგან ვიცით რომ იულია ლობჟანიძე, ისიც ბათუმელი გახლავთ, ხათუნა ნარიმანიძე ბათუმელი გახლავთ, ვიცით კიდე მოჭიდავი არის გობაძე და თუ კიდე გვექნება ჩვენ ამისი საშუალება რომ მოვიპოვოთ კიდე არის დრო იმისათვის დარჩენილი, რომ დაახლოებით 2, შეიძლება 3-ც კი ლიცენზია აჭარელმა სპორტსმენებმა მოიპოვონ, შეჯიბრებები მიმდინარეობს მთელს ევროპაში, მთელ მსოფლიოში სალიცენზიო შეჯიბრებები, რომელიც ანიჭებს ლიცენზიას და შესაძლებელია გაიზარდოს ეს რიცხვი. თვითონ ეს კომპანია აცხადებს, რომ მისთვის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მეტი იქნება, მეც ვაჩუქებთ. ასე რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაედგა იმითი, რომ ჭადრაკის ყოფილი სასახლე კაისა გადაეცა აჭარის ოლიმპიურ კომიტეტს. ფიქრობ, აჭარის ოლიმპიური კომიტეტი უფრო მეტს გააკეთებს, აწი, რასაც აქამდე აკეთებდა და არის ჩაფიქრებული, გარკვეული ნაბიჯები, განსაკუთრებით ოლიმპიადის მიმდინარეობისას და ოლიმპიადის შემდეგაც, რასაც საზოგადოება თავის დროზე ნახავს და გაიგებს.